სარეცხის საშუალებები შეიძლება ვერ გეშოვნათ, მაგრამ ტვინის გარეცხვის დეფიციტი არ იყო. ჩემი მონოლოგის მთავარი შეხსენება დღეს ეს იქნება პრაღიდან კომუნიზმის მუზეუმიდან. თქვენ უყურებთ ანალიტიკას, მე ამ გადაცემის ავტორი ელენე კვანჭილაშვილი ვარ და დღეს სამოქალაქო სექტორს დავუთმობთ დროს. გამრეკელი სტუდიის სერიებში დღეს ეკა გიგაურთან ინტერვიუს გაჩვენებთ. ყველაფერი იმაზე, რისთვისაც საქართველო იბრძვის და ყველაფერი იმაზე, როგორც ცდილობს ქართული ოცნება ეს ბრძოლა ჩაახშოს. ეკა გიგაური უპასუხებს ანალიტიკას კითხვებს რუსთაველზე და მის მიღმა შექმნილ რეალობაზე ჩვენს ქვეყანაში. დაუბრუნდეთ ჩემს მაისურს. პრაღაში კომუნიზმის მუზეუმის არსი სამ სიტყვაში ჯამდება: ოცნება, რეალობა, კოშმარი. მუზეუმში შესასვლელ საფეხურებს ადიხართ თუ არა, კარლ მარქსის ქანდაკების გასწვრივ ზუსტად ამ სამ სიტყვას კითხულობთ. იმის შესახსენებლად, რომ ზოგჯერ არ არის ადვილი თავიდანვე მიხვდე, რომ ოცნება შეიძლება კოშმარში გადაიზარდოს. შემდეგ კომუნიზმის მამები და მთავარი სიმბოლო ურო და ნამგალი გვხვდებათ. სიმბოლო, რომელიც შეიძლება მოაძრო, დაანგრიო, მაგრამ მთავარია შენი შინაგანი მე და ნამოძირკვა, ერთხელ და სამუდამოდ, ისე რომ მასზე ნოსტალგია აღარ დაგრჩეს, რადგან თუ დაგრჩა, ამ ნოსტალგიის გამო მის წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავება შესაძლოა შენს შთამომავლობაშიც ვეღარ შეძლო, ხელში შეგრჩეს ადამიანები, რომლებმაც ისწავლეს, იმუშავეს და მაინც საბჭოთა აზროვნებაში ჩარჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ასე პირდაპირ კომუნიზმი მათ არც შეხებიათ. შემდეგ, რაც თვალში მოგხვდებათ, ორი მთავარი საკვანძო სიტყვაა: ოკუპაცია და პროპაგანდა. და რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის მთავარი არსი, ამერიკის მეტოქე, ის რაც საბჭოთა კავშირისთვის როლური მოდელია, აუცილებლად კონკურენციაშია ამერიკის შეერთებულ შტატებთან. საბჭოთა კავშირის ეკონომიკას ყველაზე მეტად ჩემთვის უინსტონ ჩერჩილის ცნობილი სიტყვები უხდება: კომუნისტებს საჰარას უდაბნო რომ ჩააბაროთ, 5 წელიწადში ქვიშის დეფიციტი იქნება. კომუნიზმის მუზეუმი დამთვალიერებელ სტალინისტურ კულტურასაც ახსენებს და იმასაც, რომ კომუნისტების ხელში კულტურა და ხელოვნება აბსურდამდე დადის. მუზეუმის ერთ-ერთ კედელზე მაგალითიც არის მოყვანილი. ერთ-ერთ ფილმში, რომელიც ზღაპრის სიუჟეტს ეფუძნება, სამეფო ოჯახის წევრები მოხსენიებულები არიან როგორც ამხანაგი მეფე და ამხანაგი პრინცესა. შემიძლია საგანმანათლებლო გარემოშიც შეგახედოთ და მერე თქვენ გადაწყვიტეთ ასეთი გარემო თუ გინდათ თქვენი შვილებისთვის. პიონერებით, კოლხოზის წევრებით გაჯერებული ტექსტები, ყველაფერი, რაც მთავარი სიტყვებით ჯამდება: პროპაგანდა, ტვინების გარეცხვა. სურსათის მაღაზიასაც გაგახსენებთ. ვინც იმ დროში იცხოვრა, მათგან ალბათ ყველა მიცით გადმოცემით, რომ დახლის ქვეშ მეტი რამ მიდო ხოლმე როგორც წესი, მაგრამ რიგით მოკვდავებს მასზე ხელი არ მიუწუდებოდათ. ზარებზე დამოკიდებული რეალობა, რომელიც ჯერ შერჩევითად, შემდეგ კი სრულიად ყველასთვის კოშმარად იქცა. აქ სადმე ამ გარემოში თავისუფლებას თუ გრძნობთ, სული არ გეხუთებათ, რკინის ფარდა იგრძნობა ყველგან, ყველაფერში. ჩვენს დროში ევროკავშირი იხილავს კანონპროექტს, რომელიც სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერებას გააიოლებს. შეჩერების ახალი საფუძველი ევროკავშირის პოლიტიკურ ურთიერთობებს შეეხება მესამე ქვეყნებთან. კანონპროექტში ნათქვამია, რომ შეჩერების მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების ან საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის ადამიანის უფლებათა კანონმდებლობისა და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ევროკავშირის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათი აზრით ვიზა ლიბერალიზაციას ყოველთვის ახლდა თან დემოკრატიის კრიტერიუმი, თუმცა მისი მნიშვნელობა აქამდე მკაფიოდ არსად ყოფილა გაწერილი. ახალი წესით კი მექანიზმის ამოქმედება ევროკომისიის ექსკლუზიური პრეროგატივა იქნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კონსულტაციების შემდეგ, რადგან ეს ბლოკის საგარეო ურთიერთობებს ეხება. საბოლოო ჯამში მესამე ქვეყანასთან სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერება მაინც წევრი ქვეყნების გადასაწყვეტი იქნება კვალიფიციური უმრავლესობით. ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს კვლავაც უკიდურეს ზომად განიხილება, ვინაიდან ბლოკს როგორც წესი არ სურს მთავრობის გამო დასაჯოს ქვეყნის მთელი მოსახლეობა. იგივე გაიმეორა BMG-სთან ინტერვიუში გუშინ გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა, რასაც დღეს ქართული ოცნების პრაქტიკულად მყისიერი პასუხები მოჰყვა.
ქართველებს აქვთ ეს პრივილეგია. უვიზო რეჟიმი არის ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებიც არიან დემოკრატები, სადაც ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ და საიდანაც მიგრაციის პრობლემა არ გვაქვს. ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა შევხედოთ, არის თუ არა ეს პირობები დაკმაყოფილებული. ამ პროცესში ვართ, გვიხარია ქართველი ხალხის ჩამოსვლა, მაგრამ თუ ქვეყანა იცვლის საკუთარ ფუნდამენტს, ასევე არის მიგრაციის საკითხი. მაშინ ეს თემა ხელახლა უნდა განვიხილოთ. ხუთიური მანანა არის ვიზო მიმოსვლა, ჩვენც ვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა? ეს ის ხომ არ არის რაღაცა ზემოდან ქედმაღლული ყურება პერიფერიისთვის, რომ ჩვენზე მოდის რაღაცა ესე ვთქვათ გარკვეული მათი გადმოსახედიდან ასე ვთქვათ მადლი, რომ აი გაძლევთ შესაძლებლობას შემოხვიდეთ. ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ ეს უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და იქ ეკონომიკაში ფულის შეტანას. თუ ვიზები ჩაკეტეს, არავინ არ შეუშვეს ტურისტი და ფული არ ხარჯა იმ ქვეყანაში, ესეც არ ექნებათ. ამიტომ ცოტა არ იყოს ვფიქრობ, რომ ქართულმა ხალხი ამას უნდა დაუფიქრდეთ, რომ არის მცდელობა ადამიანების ემოციებზე ითამაშონ, რომ ახლა ვიზა ექნება მე ასაღები და ვეღარ ჩახვალ ბერლინში თუ ფრანკფურტში. არ ვიცი, ხა ეს 21 საუკუნის პოლიტიკას ეკადრება? ვიზო მიმოსვლა ნამდვილად კომფორტულია და ეს კომფორტი ჩვენ დავიმსახურეთ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში. ყველა იმ განსაზღვრული ეტაპის გავლით, რაც ევროკავშირმა დაგვიწესა. შესაბამისად, ის ტყუილად არავის მოუწია. თუმცა თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის რჩებოდა და დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად. ქართული ოცნება უკვე თანმიმდევრულად გაჩვევთ იმას, რომ ვიზა ლიბერალიზაცია შეიძლება დავკარგოთ. ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ისიც კითხვა, ხომ არ დავასწროთ და ჩვენ მოვითხოვოთ გაუქმებაო. მზად ხართ დათმოთ თავისუფალი მოგზაურობა ევროპაში. მე არ თქვათ, რომ არ გაგაფრთხილეთ. ჩეხეთი ევროკავშირის წევრია. დარწმუნებული ვარ, ესეც დაეხმარა საბჭოთა მემკვიდრეობის სწორად შეფასებაში. ერთ-ერთი შთამბეჭდავი სანახაობა, რომელმაც ჩემი მზერა დაიჭირა პრაღაში, კომუნიზმის მუზეუმში, ეს უსახო მილიციელის მანეკენი იყო. დადგები მის წინ ათვალიერებ, ერთი რიგითი საბჭოთა მილიციელია კეპით, ჰალსტუხით, მაგრამ სინამდვილეში სისტემის მიერ სრულიად გახრწნილი, კორუმპირებული, მორჩილი. დიდხანს თუ დააკვირდები, შეიძლება ყველა სახე დაინახო, ყველა სახე მოარგო, ვინც სისასტიკით დაგამახსოვრდათ რუსთაველის გამზირის საპროტესტო დღეების განმავლობაში. პოლიტიკურ ფსიქოლოგიაში არის ასეთი ძალიან მაგარი ნაშრომი ჰანა არენტის ბოროტების ბანალურობა. არენტი ავითარებს აზრს, რომ ბოროტებას ყოველთვის მეტაფიზიკური, დემონური ძალების მქონე ან შექსპირის რიჩარდ მესამის მსგავსი ბრწყინვალე ფიგურები არ სჩადიან. პირიქით, ამათ ხშირად ჩვეულებრივი, რიგითი, ზედაპირული, უკეთესი ფორმულირებით ბანალური ადამიანები აკეთებენ. უდიდესი უპრეცედენტო მასშტაბის ბოროტება, მაგალითად ჰოლოკოსტი, ეფუძნება მოსაწყენი ადამიანების ყოველდღიურ და რუტინულ მუშაობას, ადამიანების, რომლებიც არ ფიქრობენ იმაზე, რასაც აკეთებენ. ეს არის ანა არენტის მიდგომის არსი, რაც მან ნაცისტური რეჟიმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურაზე, ადოლფ აიხმანზე დაკვირვების საფუძველზე დაწერა. ადოლფ აიხმანს თავის დროზე მილიონობით ებრაელის სიკვდილის ბანაკებში გაგზავნის, დაგეგმვის და აღსრულების პროცესის ზედამხედველობა ეკისრებოდა. დღევანდელი ჩემი მონოლოგის ბოლოს ისევ BMG-ს მთავარი ექსკლუზივიდან გერმანიის ელჩთან საუბრიდან ერთ ამონარიდს მომიშვლიებ. როგორ აღმოჩნდით ასეთ ვითარებაში, როცა მტრული უცხოძალა გავხდით. პოლიტიკა დინამიკური პროცესია, ყოველდღე, ყოველ კვირა ახალი ვითარებაა და ვნახოთ ეს პროცესი სადამდე მიგვიყვანს. თქვენ ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ხართ. ძალიან მარტივია პოლიტიკური დინამიკის ცვლილება, ძალიან მარტივი, მაგრამ ჩვენ არასდროს ვცვლით მიდგომებს. ყოველთვის მათ შორის არჩევნებამდე ყველა მიცოდა, რომ ევროკავშირის ფუნდამენტი გერმანიის რესპუბლიკის ლიბერალური დემოკრატია და ადამიანის უფლებებია. და როდესაც ვხედავთ ქვეყანას, რომელიც ამ ყველაფრისგან უხვევს, ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობთ. ეს ყველასთვის ცნობილია. ზოგიერთ თქვენს ლიდერს ეს გერმანიაში ნასწავლი აქვთ გერმანული სტიპენდიით. საიდუმლო არ არის ვინ ვართ. ვიმედოვნებ ურთიერთობა იმავე გზას დაუბრუნდება. პრაღაში კომუნიზმის მუზეუმში მოგზაურობით დავიწყე ეს მონოლოგი და ვაცლავ ჰაველის სიტყვებით დავასრულოთ. ერთი ფრაზაც საკმარისია. თუ თავისუფლება ერთ ადამიანს მაინც ეზღუდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ირიბად ეზღუდება ყველას. სწორედ ამიტომ ჩვენ ვერ გავუჩუმდებით ბოროტებას ან ზალადობას. დუმილი მათ მხოლოდ წააქეზებს და წაახალისებს.